ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიათა რაოდენობა გაიზარდა, სტატუსი საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს, მათ შორის 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთს, რაც სტარტაპებს საშუალებას აძლევს მეტი რესურსი პროდუქტის განვითარებასა და ტექნოლოგიური ინოვაციებზე მიმართონ. ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელია კურსი ჯიც, პლატფორმა, რომელიც სავალუტო ოპერაციებს უფრო მომგებიანს და მარტივს ხდის, სავალუტო კონვერტაციის პროცესის სრულად ციფრულ გარემოში გადატანას ცდილობს და მომხმარებლებს ვალუტის ონლაინ გადაცვლას თავაზობს. როგორია დროის მოკლე მონაკვეთში კურსიჯის წარმატების ისტორია, რაში მდგომარეობს მათი კონკურენტული უპირატესობა და რა შესაძლებლობას აჩენს ახალი სტატუსი სტარტაპისთვის, კურსიჯის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე გვერდდება ახლა თემაზე ვრცლად სასაუბროდ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. გამარჯობა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სტატუსს, რომელსაც მთელი რიგი სარგებელი და ბენეფიტები ახლავს თან და სწორედ ამ თემით დავიწყოთ საუბარი, თუ რას ნიშნავს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი თქვენთვის, რომელიც, როგორც აღნიშნეთ, 0%-იან საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს და თქვენი კომპანიის განვითარებისთვის ეს რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯია. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ შიგნით საუბრობდით და ალბათ ტოპ 3 ინიციატივას შევიყვანდით სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კონტექსტში. პირველს ვიტყოდი ჯიტას არსებობა, შემდეგ ჯიტას გრანტები და მესამე ეს. რატო არის ხომ მნიშვნელოვანი განსაკუთრებით საწყის ეტაპზე? დამფუძნებლები ყველაფერს თავის ხელით აკეთებენ, მაგრამ რაღაც ეტაპზე გჭირდება რომ ადამიანებიც დაიქირაო და ეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ გიწევს ამ ადამიანებს ხელფასი გადაუხადო, არ გაქვს სახსრები, იმიტომ რომ შემოსავლები ჯერ არ არის, პროდუქტს ანვითარებ და ამ ნაწილში სახელმწიფო გიდგება გვერდზე და გეუბნება რომ დამატებითი ტვირთი აღარ გექნება და პირდაპირ შეგიძლია რაღაც მოზიდული სახსრები დახარჯო მხოლოდ სახელფასო ხარჯში. კი ბატონო, როგორია თავად სტატუსის მიღების პროცესი? საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის და კურსიჯის შემთხვევაში რა იყო ის მთავარი ფაქტორი, ინოვაცია, რამაც თქვათ განაპირობა თქვენთვის ამ სტატუსის მონიჭება, რადგან ეს არ არის მარტივი პროცესი, როგორც ჩვენს ეთერშიც ჯიტას წარმომადგენლებს უსაუბრიათ. კი ბატონო, არის აქ რეგულაციური ჩარჩო, რასაც უნდა აკმაყოფილებდე იმისთვის, რომ მიიღო ეს სტატუსი. მთავარი არის, რომ კონდეს მოზიდული ინვესტიცია ვენჩორული ფონდიდან ან ჯიტადან, რაც თავის მხრივ არის ყველაზე რთული პროცესი და შემდეგ უნდა დააკმაყოფილო რაღაცა ფორმალური მოთხოვნები, როგორც მაგალითად გარე აუდიტი უნდა კონდეს, სადაც დადასტურდება რამდენად კარგად ხარჯავ შენ სახსრებს, მოზიდულს მათ შორის და ასე შემდეგ. ამ კრიტერიუმებს თუ აკმაყოფილებს, შემდეგ ამას განიხილავს ჯიტა, შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო, შემდეგ გადის მთავრობაზე და უკვე მთავრობის ხდომით ხდება ამ სტატუსის მინიჭება. კი ბატონო, ბატონო გიორგი, როგორც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპის დამფუძნებელი, მინდა გკითხოთ, შეფასება გთხოვოთ სტარტაპ ეკოსისტემის ჩვენს ქვეყანაში, რადგან ტოპ 3 ინიციატივაში გამოყავით თქვენ. ეს სიახლე, რას ეტყოდით დამწყებ სტარტაპერებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე, რამდენად არის ხელშემწყობი გარემო ჩვენთან? ჩემი აზრით არის ნამდვილად ყოველ შემთხვევაში მომზადებულია საფუძველი ამისთვის, დარწმუნებული ვარ კიდე იქნება ბევრი ინიციატივები. საგადასახადო შეღავათი არის უმნიშვნელოვანესი, ეს უმახსენდება ხოლმე, მე მანამდე მოღვაწეობდი ეგრეთ წოდებულ ICT სექტორში და ეს 5%-იანი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი იყო შემოსული, ეხაც გრძელდება და რამდენად გაიზარდა მაგალითად ტექნოლოგიური სერვისების ექსპორტი, რაღაც $1 მილიარდამდე იყო ასული, რაც მახსოვს სტატისტიკით. შესაბამისად ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ეკონომიკაში შემოდის და ეკონომიკაში იხარჯება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო ამ კონტექსტში. კი ბატონო, ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ კურსიჯიზე, საიდან გაჩნდა იდეა, რომ გითხრათ, კონცეფცია რას ითვალისწინებს, კიდევ ერთხელ ავხსნათ ჩვენი მაყურებლისთვის, ვინცაც ჯერ კიდევ არ უსარგებლია თქვენი მომსახურებით და 2024 წლის მარტიდან იყავით უკვე სატესტო რეჟიმში, რამდენადაც ვიცი, ოქტომბრიდან დაიწყეთ სრულფასოვანი ოპერირება. როგორია შედეგები, რომ შევაჯამოთ გასულ წელს? კი ბატონო. რას ითვალისწინებს ჩვენი კონცეფცია არ მარტივი, ამ ეტაპზე ჩვენ მომხმარებელს თავაზობს ონლაინ კონვერტაციას სხვადასხვა სავალუტო წყვილებში და მთავარი ღირებულება არის, რომ ამას თავაზობთ იაფად შეღავათიან ფასებში, აი ჯიხურის ფასებში მარტივად რო ვთქვათ. იდეა გაჩნდა იქიდან, რომ მაგალითად უცხოეთში არსებობს ფინტეკები, მაგალითად Revolut, Wise, საიდანაც ავიღეთ ინსპირაცია, რომლებიც რაღაც მომხმარებლებისთვის ცდილობენ, რომ კონკრეტული პრობლემები გადაჭრან.
ჩვენც ასე გავითარებით აუცილებლად ვფიქრობდით რაღაც ეს რაღაც მსხვილი ბაზარი იყო, შეგვეძლო დიდი რაოდენობის მომხმარებლის მოზიდვა და შემდეგ სხვა პროდუქტებსაც აუცილებლად შევთავაზებთ. რაც შეეხება შედეგებს, 25 წელს ჩვენ შევძელით დაახლოებით 4 მილიარდ 200 მილიონის მოცულობის კონვერტაციის გაკეთება. ჩვენ მომხმარებელს ჩვენი შეფასებით ეკონომისტებთან ერთად დავთვალეთ სადღაც 94 მილიონი ლარი დაუზოგეთ. ასევე გაიზარდა მნიშვნელოვნად კონკურენცია, რასაც ვატყობთ, იმიტომ რომ ბაზარი იზრდება და რაღაც შემოსავლები მსხვილი მოთამაშეების შეიძლება მცირდებოდეს, რაც ნიშნავს, რომ ფასები სხვებმაც დაწიეს და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ღირებულება შევქმნით ჩვენი მომხმარებლისთვის, როგორც ბიზნესი, ასევე საცალო მომხმარებლებისთვის. კი ბატონო, სწორედ კონკურენციაზე მინდა გითხრათ, თქვენი პროფილის კომპანიები თუ არიან ბაზარზე წარმოდგენილი და ძირითადად თქვენი კონკურენტები ვინ არიან? ახსენეთ თქვენი ჯიხურები. ახლა ჯიხურები თუ განიხილებიან თქვენს კონკურენტებს? ყველა ვინც თავაზობს ამ სერვისს, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე არის კონკურენტი. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ყველაზე მსხვილი კონკურენტები არიან ბანკები, ყოველ შემთხვევაში თვითონ ალბათ ასე აღიქვავენ. არის რამდენიმე კომპანია, რომელიც იგივე საქმიანობას აკეთებს, ანუ ციფრულად თავაზობს ასევე კონვერტაციას, თუმცა აი ამ მიმართულებით სპეციფიური ლიცენზია, რაც ეროვნულის ახალი ინიციატივაა და სენბოქსის მერე შეიქმნა. ჯერჯერობით ერთადერთი კომპანია ვართ, ვინც ამას ახორციელებს. და ეს არის ალბათ სწორედ თქვენი კონკურენტული უპირატესობა, შეიძლება ითქვას? ალბათ შეიძლება ითქვას, კი ბატონო, რომ ესეც არის უპირატესობა. და შეთავაზებები კურსიჯის, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის არის განსხვავებული და ერთგვარ ხელშემწყობადაც კი განიხილებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. აი ეს მიმართულება რომ გავშალოთ უფრო. კი ბატონო. ნუ რა თქმა უნდა, ბიზნესს ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, ინდივიდუალურად ვემუშაოთ, ინდივიდუალური შეთავაზებებიც გქონდეს, გვაქვს რაღაც ხშირი ურთიერთობა. ჩვენ გვყავს 100,000 მომხმარებელი, აქტიურია 2025 წელს, საცალო და დაახლოებით 5,000 ბიზნეს მომხმარებელი. კი ბატონო, რამდენად სწრაფი იყო, აი თქვენი გათვლებით, რამდენად სწრაფია ზრდა კურსიჯის, რამდენად მიყვებით ტემპს და ასევე საინტერესოა ვისაუბროთ სხვა პროდუქტებზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენ საუბრის დასაწყისში, ვთქვათ, უახლოეს პერიოდში რა ტიპის შეთავაზებებს უნდა ველოდეთ? კი ბატონო, ჩვენი აზრით უახლოეს პერიოდში ბაზარზე გამოვა პროდუქტები, რომელიც ისევ და ისევ იქნება დაკავშირებული კონვერტაციასთან, ანუ დამატებით ღირებულებას შევქმნით ჩვენ მომხმარებლისთვის და ძალიან სწრაფად ვიზავთ ამას. ვცდილობთ ახლა პარტნიორებთან დავასრულოთ მოლაპარაკება, ასე ვთქვათ, თვითონ ეკოსისტემა ფინანსური ისე მუშაობს, რომ აუცილებლად გჭირდება კონკრეტული პროდუქტების შესათავაზებლად პარტნიორების მოძიება. და ამ პროცესს ვასრულებთ ახლა. როგორი თქვენი შეფასება, რამდენად არის მზად დღეს ქართული ბაზარი სრულად, რომ ვთქვათ, სრულად ციფრული ფინანსური სერვისებისთვის და მომხმარებლის ქცევა რამდენად სწრაფად ადაპტირდება, ვთქვათ, იმ განვითარების ტემპთან, რაც სტარტაპ ეკოსისტემას ახლავს? ვფიქრობ, რომ მომხმარებელი ძალიან მზად არის, პირიქით, ალბათ თვითონ მოთამაშეები უფრო აგვიანებენ რაღაც კონტექსტში. და ძალიან მარტივად ხდება ადაპტაცია, არ არის რთული, მთავარია რომ მომხმარებელი გენდოს, თორე გამოცდილებას მერე ძალიან მარტივად ითვისებს. თქვენ შემთხვევაში რამ განაპირობა ნდობა მომხმარებლის, რადგან რა მონაცემებიც დაასახელეთ თქვენ დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში არის ნამდვილად შთამბეჭდავი. ალბათ არის ის, რომ გამოგცადეს რაღაც პატარა თანხებით და შემდეგ უკვე გვენდა, იმიტომ ნახეს, რომ ძალიან სწრაფად ოპერატიულად ხდებოდა კონვერტაცია და მართლა ვასრულებდით ჩვენ დაპირებას, რაც ჰქონდა მომხმარებლისთვის მიცემული. ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ წარმატებაზე, რომელიც უდაოა თქვენ შემთხვევაში, მაგრამ რა თქმა უნდა ახლავს გამოწვევები ამ ყველაფერს. ყველაზე რთული რა იყო, თქვათ, თქვენს შემთხვევაში, რაც თქვათ წინ დაგხვდათ ამ დროისთვის? კი ბატონო, 2025 წელი საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის. მოგვიწია თვითონ ლიცენზიის აღება, რაც გულისხმობს ძალიან დიდი რაოდენობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ეს იყო კაპიტალის მოთხოვნა, ლიკვიდობის მოთხოვნა, გარე აუდიტის მოთხოვნა და ასე შემდეგ. არ არის ადვილი თვითონ ამ ლიცენზიის აღება, ასევე იყო კონკურენციასთან მიმართებაში, დიდ მოთამაშეებისთვის არ არის ადვილი ახალი პატარა მოთამაშის შემოსვლა და გასაგებია, რომ ამას ადაპტაციისთვის დრო ჭირდება და ასე შემდეგ.
ვახდენებ. თუმცა რაც თავარია, ჩვენ მომხმარებლები იზრდება და ჩვენ ვასრულებთ ჩვენ დაპირებას. კი ბატონო, და დასაწყისიდან დღემდე განვითარების ერთ-ერთი ეტაპი თქვენ შემთხვევაში იყო სრულად ციფრული მომსახურების პარალელურად თქვენ ფიზიკური ოფისიც გახსენით. რას ემსახურება ეს? ფიზიკური ოფისი იმას ემსახურება, რომ ხანდახან ჩვენ მომხმარებლებს გვინდა რომ რაღაც ფიზიკურადაც შევხვდეთ, ისე რაღაც ბიზნეს ლაუნჯის ტიპის ოფისი, სადაც აი მსხვილ მოთამაშეებს ბაზარზე შეიძლება ჩვენ შევხვდეთ და რაღაცა მოველაპარაკოთ კონკრეტულ მიმართულებაში, გავიცნოთ, გავიგოთ მათი პრობლემები რა არის, რით შეიძლება ამ პრობლემებს უპასუხოთ და ასე შემდეგ. კი ბატონო, და რა არის თქვათ ის გამოწვევები და პრობლემები, რასთან გასამკლავებლადაც გარდა იმ შესაძლებლობისა, რასაც გაძლევთ თქვენ სახელმწიფო ინოვაციური სტარტაპის სტატუსის ფარგლებში, დამატებით გჭირდებათ, ანუ გამოწვევები, რომელსაც გაუმკლავდებით თქვათ ხელშეწყობის პირობებში. ბატონო, ალბათ სამართლიანი თამაშის წესებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც რა თქმა უნდა ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, რომ კიდე მეტი კომუნიკაცია იყოს სახელმწიფო უწყებებთან, სადაც რაღაც განზოგადებულად სტარტაპ ეკოსისტემა ჩვენ რაღაცა გამოწვევებზე ვისაუბრებთ და რა შეიძლება კიდე გაკეთდეს იმისთვის, რომ კიდევ მეტად განვითარდეს სტარტაპები და ფინტექ სტარტაპები განსაკუთრებით. კი ბატონო, აუცილებლად მინდა გკითხოთ დასაქმებულთა რაოდენობაზე ამ ეტაპისთვის, თუ იგეგმება ვთქვათ გაზრდა მათი რაოდენობის და ასევე კადრები, კვალიფიციური კადრების პრობლემა ყველა სექტორში დგას, თქვენ შემთხვევაში როგორ არის საქმე? კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ კადრების კონტექსტში ალბათ აი რომ ვისაუბროთ ინიციატივაზე და ჩვენც გავხდით ამ სტარტაპ ინოვაციური პროდუქტის მონაწილე, პროგრამის მონაწილე და ერთ-ერთი გამარჯვებული, ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ყავს ახლა 50 თანამშრომელი და აი მაგალითად აუცილებლად 2026 წელს ჩვენი გეგმა არის გავიდეთ საზღვარგარეთ. და საზღვარგარეთად შეგვიძლია ხო კადრების აყვანა, რომ იმ კონკრეტულ პროდუქტს მოემსახუროს, რითაც გავალთ უცხო ბაზარზე. ეს იძლევა იმის საშუალებას და мотиваციას, რომ აქ ავიყვანოთ მაგალითად ინჟინრები დამატებით, პროგრამისტები, მარტივად რო ვთქვათ და უცხოეთშიც აქედან მოემსახუროთ ჩვენ პროდუქტს და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. საზღვრებს გარეთ აპირებთ ანუ თქვენი პროდუქტის გატანას, თქვენი ფოკუსი რომელ ქვეყნებზეა? ჩვენი ფოკუსი არის ქვეყნებზე, სადაც ხედავთ, რომ მსგავსი გამოწვევები არსებობს, ვარჩევთ რამდენიმე ქვეყანას, ეს იქნება ალბათ ძირითადად რეგიონიდან, თუმცა აღმოსავლეთ ევროპასაც აქტიურად ვაკვირდებით. კი ბატონო, და რაც შეეხება უკვე ადგილობრივად თქვენ ოფისი გახსენით თბილისში, ხომ არ გეგმავთ რეგიონშიც მსგავსი ტიპის ოფისების გახსნას, ამის საჭიროებას თუ ხედავთ? ჯერჯერობით არ ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ დიდ ქალაქში, მაგალითად ბათუმში ვიფიქროთ ამ საკითხზე, თუმცა რადგან ჩვენ ციფრულები ვართ, ვფიქრობთ, რომ ძირითადად ეს არხი უნდა განვავითაროთ დამატებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას და წარმატების სხვა ეტაპზე უკვე სიახლეებით, რა თქმა უნდა, გელოდებით კვლავ ჩვენთან სტუდიაში, დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ქართულ მომხმარებელს სთავაზობთ. დიდი მადლობა თქვენ. ურსიჯის თანადამფუძნებელი გიორგი აგლაძე იყო ჩვენი სტუმარი, ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მფლობელია უკვე კურსიჯი და სწორედ ეს მიმართულება და ეს საკითხი იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემა.